მოგესალმებით ჩემ ძვირფასებო ყველას დაგიბრუნდით პაუზის შემდეგ და მინდა შემოგთავაზოთ გაშლა რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე თქვენთან ურთიერთობაზე ხო ვნახოთ ამჟამად რა ხდება ურთიერთობაში და შემდეგ გადავიდეთ მთავარ კითხვებზე მაშინ ასე პირველად მოვსმენთ სიგნიფიკაციას ურთიერთობის და თუ მიხვდებით რომ თქვენზეა თქვენს ურთიერთობაზე გააგრძელებთ ყურება მაშინ ვნახოთ რა ხდება ამჟამად თქვენს ურთიერთობაში რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ზოგადად როგორ გრძნობს თავს თქვენს ურთიერთობაში რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე ხო რას გრძნობს და რამდენად ძვირფასი ხართ თქვენ მისთვის ხო რამდენად ძვირფასი ხართ და ანუ აქ გამოჩნდება მისი გრძნობები ასე ვთქვათ თქვენს მიმართ ნახოთ მაშასე პირველი კითხვა როგორი ამჟამად თქვენ შორის ურთიერთობა სიგნიფიკაცია ნუ აქ ამოვიდა იმპერატორი რომელსაც ძალიან დიდი ეგო აქვს და შეიძლება ითქვას რომ მუდმივად თქვენს ურთიერთობაში აი იმ ხასიათის გამო რომელიც თქვენს პარტნიორს აქვს ძალიან ხშირად არის რაღაც კონფლიქტური სიტუაციები შესაძლებელია ამ მომენტისთვისაც რაღაც პაუზაში ხართ ურთიერთობაში შესაძლებელია იყოს დროებითი პაუზა შესაძლებელია რაღაც მოხდა წყენა თქვენ შორის გაწყენინათ რაღაც მაგრამ და გაჩერებულია ურთიერთობა, ანუ მისი ხასიათიდან გამომდინარე, ხო, იმპერატორი თან მზის არკანთან ერთად ამოვიდა ძალიან ძლიერი პიროვნება ხასიათით, მტკიცე ხასიათით, მკაცრი და პიროვნება, რომელიც რასაც იტყვის, იმას გააკეთებს, ხო? არ არის გამორიცხული რომ ურთიერთობაში ყავდეთ კიდევაც შვილები, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლა და ეს ყველას არ ეხება, მაგრამ თავად ურთიერთობის სიგნიფიკაციას თუ ვიტყვით ამ მომენტისთვის არის ურთიერთობაში პაუზა იმის გამო რომ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია რაღაცაზე ვერ თანხმდებით ქაოსური დამღლელი აი როგორ გითხრათ იცით მუდმივად პიროვნება ცდილობს მუდმივად თავის კონტროლში აიყვანოს თავის გარშემო მყოფები აკონტროლოს ყველაფერი და ეს ხშირად ეს ასეთი დაძაბული და ასეთი რეჟიმული ასე ვთქვათ ხო როდესაც ურთიერთობას აკლია გრძნობა იმპერატორი ისეთი პიროვნებაა კი ბატონო ზრუნავს თავის გარშემო მყოფებზე მაგრამ ზოგჯერ მეტი მოსდის თავისი ხასიათიდან გამომდინარე და ხშირად ეს ხდება დამღლელი, როდესაც არ გაქვს მოდუნების საშუალება, როდესაც ვერ ხდება რაღაც საკითხებზე შეთანხმება, ხო, რაღაც შესაძლებელია თქვენ ერთი გსურთ, მას რაღაც თავისი პრინციპები აქვს და ანუ რაღაც წინააღმდეგობას გიწევთ მუდმივად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ არის გამორიცხული რომ მიყურებდეთ მეუღლეზე, ხო, მაგრამ ამ მომენტისთვის ურთიერთობაში არის პაუზა. ან არის პაუზა, ან არის იცით როგორი მომენტი, შესაძლებელია იძულებული ხართ, ასე ვთქვათ, თავი მსხვერპლად იმის გამო რომ რაღაც ანუ ძალიან ბევრ რამეზე გიწევთ, ასე ვთქვათ, უარის თქმა იმის გამო, რომ თქვათ არ გინდათ გაანაწყვენოთ, ხო? მაგრამ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ ურთიერთობაში არის კონფლიქტური სიტუაციები და შესაძლებელია ამ მომენტისთვის არ გაქვთ ურთიერთობა, ან პაუზა, გაბუტულები ხართ, ან რაღაც ისეთი მსგავს ენერგიებში იმყოფებით. ვნახოთ ახლა მეორე კითხვა, რას ფიქრობ ზოგადად თქვენთან ურთიერთობაზე? ნახე როგორი მომენტია ჩემ ძვირფასებო, არ ვიცი, არ არის გამორიცხული რომ აქ ნახეთ თასის მეფე ამოვიდა. თასის მეფეს არის პიროვნება, რომელიც ძალიან გრძნობი არის ემოციური, რომელსაც გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ სამიანი ხმალი და 8-იანი თასი. აქ არ ვიცი, შესაძლებელია ერთ-ერთი პარტნიორი წასულია, ან თუ არ არის წასული, ფიქრობს ამაზე, რადგან შესაძლებელია აი ეს კონფლიქტური სიტუაციების ან როგორ გითხრათ იცით ამ მომენტში მიჩვენებს იმას რომ რაღაც გაჩერებულია სიტუაცია დაპაუზებულია ურთიერთობა ანუ რაღაც კონფლიქტური სიტუაციების გამო და შესაძლებელია ერთ-ერთი პარტნიორი წასულია მაგრამ სამიანი ხმალია ნახეთ აქ სამიანი ხმალია ძალიან სამიანი ხმალს ყოველთვის არ ნიშნავს თუმცა დავაზუსტებ იმას რომ რაღაცას ეყოლოს სამკუთხედს ხო აქ არის სიტუაცია როდესაც ძალიან გულის ტკივა ადამიანს იმის გამო რომ ერთ-ერთი პარტნიორი შესაძლებელია ამ მომენტში არის ურთიერთობიდან წასული ხო ანუ ძალიან ნერვიულობს, ძალიან განიცდის, გრძნობით არის სავსე, მაგრამ მე დავაზუსტებ აქ სამიანი ხმალს, რაზე მიგვანიშნებს ეს სამიანი ხმალი. კითხვა იყო, რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე, ხო, ფიქრობს, ანუ რას ფიქრობს ზოგადად, როგორ გრძნობს თავს. როგორ გრძნობს თავს და სამიანი ხმალი, ძალიან გული აქვს ერთი სიტყვით
იეროფანტი დასტის ძირზე ოჯახის არკანი 10-იანი თასი და 10-იანი ხმალი. აქ არ არის გამორიცხული, რომ პიროვნებასთან ვინც ყავთ ჩაფიქრებული, ან დაშორებული იყოთ, ხო, ანუ პაუზაში იყოთ და ძალიან ნერვიულობს და ფიქრობს იმას, რომ შესაძლებელია რაღაც ურთიერთობით დალაპარაკება, იცით რა არის, იეროფანტი ამოვიდა. იეროფანტი აქ არის ნახეთ ქურუმი კაცი, რომელიც ორ მოლაპარაკებას აწარმოებს თუ რაღაც რჩევისთვის. შესაძლებელია იცით რა არის, უნდოდეს, კონდეს სურვილი რაღაც ურთიერთობის დალაგების თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. თუ ამ მომენტისთვის თუ პაუზა და ურთიერთობა არ გაქვთ პიროვნებას, ვიტყოდი რომ სურს და საუბარი თქვენთან და რაღაც კომუნიკაციის აღდგენა. დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს რატომღაც, თუმცა იცით რა არის, ძალიან გულის ტკივა. არ ვიცი რატომ 3-იანი ხმალი, მაგრამ მეს დავაზუსტე, მაგრამ ძალიან იმის გამო, რაც მოხდა თქვენ შორის, ხო შესაძლებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლებელია რაღაც კონფლიქტი დასრულდა თქვენ აი ეს რაღაც სიტუაცია, მაგრამ პიროვნება ფიქრობს და ურთიერთობაში ვიდან არის ერთ-ერთი პარტნიორი წასული, მაგრამ პიროვნებას ნახეთ სურს, რომ რაღაცა აღადგინოს ურთიერთობა. ფორტუნას ბორბალი კვლავ ურთიერთობა აღდგეს, ხო ის ლახვარი აქვს თითქოს ჩასობილი ზურგში 10-იანი ხმალი განადგურებულია, მაგრამ ფიქრობს, რომ იეროფანტი ამოვიდა 10-იანი ხმალი და ფორტუნას ბორბალი. აი ეს რთული სიტუაცია და დასრულებული თუ რაღაც დაპაუზებული სიტუაცია, რომელიც არის თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის დააბრუნდეს ურთიერთობაში. ფორტუნას ბორბალი კვლავ აღსდგეს ურთიერთობა. ხო, კვლავ აღსდგეს ურთიერთობა. კი, ნახეთ, აი ამ მომენტში გაურკვეველია ჯერჯერობით ამას როგორ გააკეთებს, მაგრამ ნახეთ 2-იანი თასი ამოვიდა. აქ არის სურვილი იმის, რომ ურთიერთობა კვლავ აღდგეს და კომუნიკაციის სურვილია. აქ ძალიან ბევრთან შესაძლებელია რაღაც ეჭვიანობის ნიადაგზე, რაღაც ჭორების ენების ნიადაგზე მოხდა რაღაც ურთიერთობების, ასე ვთქვათ, არევა. არ არის გამორიცხული ზოგიერთთან იყოს, ვთქვათ, მესამე პირის არსებობის თემაც, თუმცა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას სურს რაღაცნაირად რომ ურთიერთობა აღდგეს, შემოძვირფასებო. ვნახოთ თქვენს მიმართ, თქვენ როლზე მესამე კითხვა. თქვენზე რას ფიქრობს და რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. ხო, ნახე 10-იანი პენტაკლი, 5-იანი თასი და 2-იანი პენტაკლი. ნახეთ როგორი მომენტია შემოძვირფასებო თქვენ მისთვის როგორც ოჯახი ისე ხართ ძვირფასი ხართ, ხო? ანუ 10-იანი პენტაკლი ფასეული პიროვნება ხართ, თუმცა განიცდის იმას, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა დაკარგა და ჯერჯერობით გაურკვეველია 2-იანი პენტაკლი. ნახეთ როგორ ათამაშებს. არ იცის ეს პიროვნება გაურკვეველია, რომელი ვარიანტი აირჩიოს, ხო, რა იქნება, ან მომავალში რა იქნება, როგორ წარიმართება თქვენი ურთიერთობა. ფაქტია, რომ ძალიან დიდი სინანულის გრძნობა აქვს და ის გრძნობა აქვს, რაღაც დანაკარგის შეგრძნება აქვს, ხო, დანაკარგის შეგრძნება, ის რომ დაგკარგათ თქვენ. მაგრამ პიროვნებამ ამ მომენტისთვის დასტის ფონი რა მაქვს? დასტის ფონი 8-იანი კვერთხი. ჯერჯერობით იცით რა არის? კი ბატონო, სურს კომუნიკაციის აღდგენა, და არ იცის ჯერ ეს როგორ მოხდება, ან რანაირად მოხდება, ან შესაძლებელია ის არ იცის როგორ მიიღებთ თქვენ, ანუ რაღაც გაურკვევლობაშია, ხო, გაურკვევლობაში წონის სიტუაციას. ცდილობს მოერგოს და რაღაც მომენტი იპოვოს, ალბათ სათავისოდ შესაფერისი, ხო? აქ ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვს პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ, ხო, დანაკარგის შეგრძნება. 2-იანი პენტაკლი. ხო, ნუ აქ აი ნახეთ, სურს თითქოს რომ რაღაც წინადადებით შემოვიდეს, რაღაც არჩევანი გააკეთოს, რაღაც ახლიდან დაიწყოს, თუ ნანობს იმას, რაც მოხდა, ნანობს იმას. აი ნახეთ 9-იანი ხმალი, პაჟი კვერთხის, ხმლის რაინდი და შეყვარებულების არკანი. ანუ პიროვნებას სურს ურთიერთობაში დაბრუნება, მაგრამ ჯერ არ იცის როგორ მოახერხებს ამას, რა იქნება, მიიღებს, არ მიიღებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ, რა არჩევანს გააკეთო, რაღაც არჩევანის ზღვარს ედგა თითქოს პიროვნება, თუმცა ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ნანობს იმას, რაც თქვენ შორის მოხდა, ძალიან განიცდის და ნერვიულობს და სურს, რომ რაღაც დაგელაპარაკოთ, რაღაც შერიგება მოხდეს, თუ ამ მომენტისთვის ურთიერთობაში პაუზა და მას მიჩვენებს პიროვნებას სურს, რომ კვლავ აღდგეს ურთიერთობა. შემოძვირფასებო. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, მე აღარ გავაგრძელებ და მადლობა და ნახვამდის. ვისაც არ გამოგიწერეთ, არხი გამოიწერეთ, დამიტოვეთ კომენტარებში, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, როგორ რეზონირდა, რას ფიქრობთ თქვენ აღნიშნულ გაშლაზე, რამდენად რეზონირდა და ასე შემდეგ. მადლობა და ნახვამდის.